პირველი დღე იყო დამოუკიდებლობის საგვესწრონეს. პირველი დღე დამოუკიდებლობის საგვესწრონეს, ხო? ეხლა ამის შემდეგ თქვენ როგორ გინდა ეს ინტელიგენცია გამიმართლოთ? ყველა დიდი რეჟისორი, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები იყვნენ წევრები სახელმწიფოს კონსულტაციას აძლევდნენ, ხმა არ ამოუღიათ. არავინ ამაზე არ ლაპარაკობს, არც ერთი მედია არასდროს არ ლაპარაკობს, უფრო მეტი ადამიანთან დახვრიტეს პირდაპირ, ნიც მეტი კი არა, ავტომატით ესწროლეს და ერთ-ერთი მათგანი მსროლელი პანთეონშია დღემდე დასაფლავებული. ისეთი განცდა მოქრო, თითქოს გვერიდება ადამიანების დასახელება, ადამიანებისა, რომლებსაც წვლილი აქვს უზარმაზარი ამ ქვეყნის მშენებლობაში აგურების გამოცლისა. აი ილუსტრაცია ავსავი თუ არ უთხარით. ამას ცოტა ქართველები ვერ ვიტანთ და აი თქვენი კომენტარი რა არის? ჩვენ და მივიღოთ ილუსტრაციის კანონი, ნახეთ. ეს როგორც ბალტიისპირეთში, იმაში ჩეხეთში გააკეთეს, ხო? თვითონ ეშინია რომ მათი წინაპარი მოხვდება, ან მათი ახლობელი, ან გამოჩენილი ადამიანი მოხვდება. ვამბობ, ჩვენ შეიძლება ასეთი სახით მივიღოთ ეს, რომ იმ შემთხვევაში გამოვავლენთ მათ ბიოგრაფიას, თუ ისინი პოლიტიკაში დააპირებენ მონაწილეობას. ნუ შევქმნით იმ ადამიანებისგან გმირებს, რომლებთაც საქართველოს ეს გამოაცელეს აგურ-აგურ თავისუფლება.